Ძვირფასო მეგობრებო, ჩემს გადაცემას ხშირად დებენ ბრალს იმაში, რომ გენდერულ ბალანსს არ ვიცავ და რაღაც სულ მამაკაცური ხუმრობებია. მე გადავწყვიტე, რომ დავასრულო ეს მithkma მოთქმა და ეს რუბრიკა, ეხანდელი რუბრიკა ეძღვნება ქალთასკესის წარმომადგენლებს. ყველა ვიცით, რომ ყველა კაცი ერთნაირია. ეს თქვენ ქალებმა იცით. ქალები კი სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. არსებობენ დიდმკერდიანი ქალები, საშუალო მკერდიანი ქალები და პატარა მკერდიანი ქალები. ხა პრინციპში კაცებსაც შეგვიძლია ასეთი დახარისხების ქვეშ მოვუყვეთ. მკერდი არ აქვს ხედავაში. მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მეტად ქალები განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმის მიხედვით თუ სად დაიბადნენ და სად გაიზარდნენ. ესე იგი არსებობენ ქალაქელი ქალები და სოფლელი ქალები. იმისთვის რომ უფრო თვალსაჩინოდ დაგანახოთ მათ შორის არსებული სხვაობა, მე მათ თქვენს თვალწინ შევადარებ აი ახლა გადაცემაში ამ რუბრიკაში. ესე იგი, ჩვენთან მოვიდა ქეთ მაისურაძე და ქეთინო მაისურაძე. ალბათ ჩაცმულობაზე ჩანს უკვე რომელია. კარგით. ეს რა თქმა უნდა არის ქალაქელი, რადგან როგორც ხედავთ, მისი ტუჩები 3 მმ-ით არის წინ წამოწეული, გვერდი 25 გრადუსით აქვს ჩატეხილი და ცალხელს საყვარლად ათამაშებს თმაში და აი ამ მეორე ხელით იღებს სელფს. აი. კი ბატონო. ეს კი რა თქმა უნდა სოფლელია, რადგან როგორც ხედავთ, ის ყველაფრით ქალაქელს ბაძავს, მაგრამ ნუ არ გამოსდის. გარნობის გარდა ისინი ლაპარაკის მაინტერს განსხვავდებიან, სოფლელი ლს არ ბილებს, მაგალითად ლომი. ხოლო ქალაქელი კი არ არბილებს. კატა. სოფლელი კრიშაზე იღებს ზაგარს. ურა დააცხუნა? ხოლო ქალაქელი კი სახურავზე. ნეტა მეღება ზაკარი. ქალაქელი სიგარეტს ეწევა. სოფლელი აფუილებს. ნუ ამ ყველაფრის მიუხედავად ზოგი რამ მართლაც საერთო აქვს სოფლელის და ქალაქელიც ქალიშვილები არიან. თუმცა ქალაქელი 16 წლისაა, სოფლელი კი 36 წლის. მათი სილამაზის საქმე არის სრულიად განსხვავებული. სოფლელები ძროხას ლამაზოს ეძახიან, ხოლო ქალაქელები კი ლამაზი გოგოს დანახვაზე ამბობენ ფუცროხა. როცა სოფლელი მოწყენილია, ის მოწყენილია. ხოლო როცა ქალაქელი მოწყენილია, ის პოსტავს რომ მოწყენილია. როგორ იქცევა ქალაქელი, როცა მას პატრული აჯარიმებს, მაგალითად? აუ, ძალიან დიდი ბოდიში, მართლა აი ტელეფონზე ვმესიჯებდი და მაგპონჩი ვერ დავინახე წითელი დაურო გამიშვა. ხოლო სოფლელი? მაგნაირი 40 ლარი რამდენი მაქვს სახში იცი? როგორ ქალაქალი ისინი ფიქრობენ? ისინი ფიქრობენ იმაზე თუ რა ჩაიცვან წასვლის წინ. აუ, რა ჩავიცვა? აუ, ისე ელასტიკებით და ბოტებით წავალ მომენტ. ხოლო სოფლელი ამას ასე აკეთებს. დედა რა სიკვდილი ჩავიცვა ამ საღამოს, ა? ასე ელასტიკებით და ბოტებით ხوار წავალ სირცხვილია მომენტ. 5 საათიანი მზადების შემდეგ როგორც იქნა ორივე უკვე ჩაცმულია გასვლის წინ. სოფლელი. დედა, ტუალეტში უნდა გევიქცე, უნდა მევითაო, თორა იქანა რო არ ვიყო მე სარბენი. კი ბატონო, ქალაქელი? ძალიან მაგარი წევარ, ტუალეტში შევალ, სელფის გადავიღებ, მე იქ რო არ გავხსნა სარბენი. გამოდიან გარეთ და ქალაქელი აჩერებს ტაქსს და ეკითხება. ტაქსი. აუ, კაცრავა, ჩარდენზე რამდენ წუთში გამიყვან, ძალიან მეჩქარება. სოფლელი? ტაქსი! ჩემი ძმა, შარდენზე რა ნომერი მარშრუტკა მიდის, მითხარი გეხვეწები, ძალიან მეჩქარება. დალევის შემდეგ ორივე ცეკვის ხასიათზე დგება. და ცეკვავენ ასე. ერთი, მეორე. როგორც ხედავთ, დალევის შემდეგ აბსოლუტურად ერთნაირად იქცევენ. მოკლედ, მიუხედავად ამდენი განსხვავებისა, ძვირფასო მეგობრებო, უნდა გახსოვდეთ, რომ ტონალური სიღრმეში ყველა ქალი ერთნაირია.